გახსოვთ ალბათ წინა ვიდეოში გავარჩიეთ დაახლოებით ესეთი რაღაც. მქონდა ესეთი გამოსახულება 1-ს დამატებული 1 გაყოფილი n-ზე ხარისხად n. ნუ აქ 100%-ია წერა მაშინ, მაგრამ 1 არის ეგ იგივე, ხო? ახლა წინა ვიდეოში განვიხილავდით უბრალოდ ლარის სესხება რომ დამჭირდა და 1 წლის მერე 100%-ით მეტი დაუბრუნა. და საბოლოო ჯამში 2 ლარი დამრჩა, გამომივიდა უпростоად დასაბრუნებელი. მერე გადავწყვიტე რომ მოდი ნახევარი თვითვისესხებ 50%-იანი სესხით და მერე კიდევ ნახევარი თვითვისესხებ და გამომივიდა 2.25. მერე ავდექი და ყოველ თვე ვსესხულობდი. და გამომივიდა თუ არ გინახავთ ვიდეო ნახეთ სხვათა შორის საკმაოდ საინტერესო რაღაცას ვარჩევ იქ. გამომივიდა 2.60 რაღაც და ასე შემდეგ, ანუ n-ი რაც უფრო გაიზარდა, მით უფრო მივუახლოვდი რაღაცა რიცხვს. რაღაც საინტერესო რიცხვს. მოდი ამ ვიდეოში უბრალოდ ჩავსვათ უფრო და უფრო დიდი რიცხვები n-ის ნაცვლად. და ნახოთ საბოლოოდ საითკენ წავა ეს გამოსახულება. წინა ვიდეოში ვახსენე და ახლა მოდი კიდევ უკეთ დავინახოთ ეს. მოდი კალკულატორს მოვიშველიებ. ეხლა მოდი ნახოთ. გვაქვს ესე იგი გამოსახულება 1-ს დამატებული 1 გაყოფილი, მოდი n იყოს ძალიან დიდი იყოს თავიდან, მოდი მილიონი იყოს. ესე იგი 1 2 3 4 5 6, აი, მილიონი. ესე იგი 1 + 1 გაყოფილი მილიონზე. ეს არის 1-თან ძალიან ახლო რიცხვი. და ეხლა ეს უნდა ავიყვანოთ მე-მილიონე ხარისხში. იმედია ეს კალკულატორი გაკაჩავს. ესე იგი ეხლა ავიყვანოთ ეს 1 2 3 4 5 6 მილიონია, ხო? კი, გას მივიღებთ. 2.7 1 8 2 8 ასე შემდეგ. ანუ წინა ვიდეოში რაც ვახსენე სხვათა შორის ზუსტადაც უახლოვდით მაგ რიცხვს. 2.7 ზემოთ რომ აღარადის ალბათ ამჩნევთ. მოდი კიდევ უფრო გავზარდოთ. მოდი ვთქვათ და იმედია დაეტევა ამ კალკულატორზე. ვთქვათ მოდი გვაქვს 1 + 1 გაყოფილი, მოდი 10 მილიონი იყოს, ესე იგი 1 2 3 4 5 6 7. ეს არის კიდევ უფრო მცირე რიცხვი და ეს ავიყვანოთ ახლა მე-მილიონე კი არა და მე-10 მილიონე ხარისხში. ეს იქნება, ესე იგი, ავიყვანოთ 1 2 3 4 5 6 7, არ უნდა შემეშალოს. ნახოთ რას მივიღებთ. 2.7 1 8 2 8 1 და მე 6 9 2 რაღაც. ანუ აქედან უკვე არასწორია წესით და რიგით, იმიტომ რომ როგორც მახსოვს 7 1 8 2 8 1 კიდე რაღაც 8 თუ რაღაც უნდა ერიოს. შეიძლება მეშლება. მოდი კიდევ ერთს ვწდი 100 მილიონ ხარისხში ავიყვან. ნახოთ სადამდე მივა. დიდად ალბათ აღარ იქნება განსხვავება შესამჩნევი, მაგრამ მაინც. ესე იგი 1-ს დამატებული 1 გაყოფილი 1 2 3 4 5 6 7 8 100 მილიონი. და ეხლა ეს ავიყვანოთ მე-100 მილიონე ხარისხში, ესე იგი 1 2 3 4 5 6 7 8. კარგი ბატონო. აი ისე 2.7 1 8 2 8 1 აი ხო თქვირვიანი იქნება თქო. 1 და ასე შემდეგ. ესე იგი რაღაცას უახლოვდებით, რაღაცა რიცხვს. და კერძოდ უფრო ზუსტად რომ გადმოვცეთ ეს რიცხვი, ალბათ შეგიძლიათ ინტერნეტში ჩაწეროთ რიცხვი y, შეგიძლიათ კარგ კალკულატორს მიუთითოთ. ყოველ შემთხვევაში ეს რიცხვი, როცა მოდი ესე ჩანაწერი ესე კეთდება. როცა ეს რიცხვი მიისწრაფის უსასრულობისკენ, როცა n-ი მიისწრაფის უпростоად უსასრულობისკენ, ესე ზღვარში, ესე იტყვიან ხოლმე. ეხლა შეიძლება არ იცით ეს რას ნიშნავს, მაგრამ არ ვუშვებ. თავი იდეა ის არის, რომ n-ი რაც უფრო მიდის უსასრულობისკენ, ეს გამოსახულება მით უფრო უახლოვდება yes, რომელიც მიახლოებით უდრის 2.7 1 8 2 8 1 8, რაც ნახეთ კალკულატორზეც უკვე და ასე შემდეგ უსასრულოდ გაგრძელებული რიცხვია, რომელიც ანუ რაღაცა პერიოდში არ არის. ყოველთვის შემთხვევითად მოდის შემდეგი ციფრი, რამე კანონზომიერება არ გააჩნია. ეს არის y, რომელიც არის ძალიან საინტერესო რიცხვი, ძალიან ბევრ რაღაცაში შეიძლება შეგხვდეთ. ფიზიკაშიც, მათემატიკაშიც, ნებისმიერ რამეში, რაც ფიზიკასთან, მათემატიკასთან კავშირში არის, შეიძლება რაც არ არის კიდეც კავშირში, ვიღაცები უკვე ხელოვნებაშიც იყენებენ. თუმცა ეგეც სადავო არის თუ არა კავშირში, მაგრამ ამ ვიდეოსთვის ახლა არ გვინდა. და ძალიან საინტერესო რიცხვი არის ისეთივე როგორც π. უბრალოდ სულ სხვა ადგილიდან მოდის, მაგალითად π მოდის გეომეტრიიდან იპოვეს ყოველ შემთხვევაში და y, ანუ ოილერის რიცხვი, ეილერი იწერება, მაგრამ ოილერი იკითხება. ოილერის რიცხვი მოდის აი აქედან. პირველად აინტერესებდათ რაღაც რომ ვისესხო და 1 წელში დავაბრუნო, მე რომ ვისესხო და 9 წელში დავაბრუნო და შემდეგ და როცა უსასრულობისკენ მიდის n-ი, თითქოს ყოველ წამს უსესხულობ და ვაბრუნებ და რაღაც ეგეც ვაკეთებ. ანუ ცოტა რთული გასაზრებელია, მაგრამ აი ძველ ვიდეოს თუ გაიხსენებთ, თავიდან იყო რომ n-ი იყო 1, რაც ნიშნავდა რომ 1 წლით ვისესხე და დავაბრუნე
და რამდენიმე დავაბრუნო ეს იყო ეგ რიცხვი. შემდეგ n როცა 2 იყო 9 წლით ვისესხე და დავაბრუნე n როცა 3 იყო, ნუ მე-13-ით, როცა 12 იყო 1 თვით, როცა 365 იყო 1 დღით და n რაც უფრო დიდი არის, მით უფრო და უფრო ცოტა ხნით ვსესხულობ და ვაბრუნებ, მაგრამ ვერ ვაბრუნებ, ამიტომ კიდევ ვსესხულობ და ემატება. და როცა უსასრულობისკენ მიდის, თითქოს უწყვეტი პროცესი არის, რომ აი ვსესხულობ, მაგრამ საკმარისი არ მაქვს და ამიტომ რაც უნდა დამებრუნებინა, ეხლა იმას ვსესხულობ და უფრო იზრდება და ასე შემდეგ. ნუ მოკლედ ძალიან საინტერესო რიცხვი არის და შეგიძლიათ რაღაცები მოიძიოთ და ნახოთ ამაზე და კიდევ ძალიან ბევრჯერ შევეხებით ამ რიცხვს.